მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვიწყებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. მე დიანა ტყებუჩავა გახლავართ ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ამ შემოთავაზებისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ტელეკომპანია ქართულის ხელმძღვანელობას, ვინაიდან საშუალება მეძლევა და მაქვს პატივი უდიდესი მამულიშვილების ბატონების ანზორ ერქომაიშვილის, მერა ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის დაარსებული ტელევიზიის ათასობით მაყურებელს გაგიზიაროთ ჩემი ძალიან მოგრძალებული გამოცდილებით დაგროვილი შთაბეჭდილებები, ფიქრები ჟურნალისტიკაზე, თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკაზე. როგორც ყველაფერს ადამიანურს, ჩვენს პროფესიასაც გააჩნია თავისი მედია საქმეს, გააჩნია მედლის ორი მხარე. ნათელი და ბნელი, მეოთხე ხელისუფლების სიმაღლე და მეორე უძველესის ლაბირინთები. სიტყვით დარწმუნების ხელოვნების კეთილშობილება თუ ენით დაკოდილი ტკივილი, ენა ტკბილი და ენა მწარე. ფიქრობ პირველ ყოვლისა ის უნდა გაირკვეს თუ რას და როგორ, რაც უმთავრესია რისთვის უნდა ემსახურებოდეს მედია მოღვაწე. ბორბლის თავიდან გამოგონებას არ შევუდგები, მით უმეტეს როცა გვაქვს წყობრად ჩამოყალიბებული ცნებათა სისტემა ილია ჭავჭავაძის საქართველოს მოამბეზეთ, პუბლიცისტური შედევრი, სადაც ამ ერთი კონკრეტული გამოცემის მაგალითზე დიდი პუბლიცისტი, ერის მამა წოდებული ილია ჭავჭავაძე გვიკონკრეტებს ჟურნალ გაზეთობის დანიშნულებას, როგორც მაშინ მოიხსენიებოდა ჩვენი პროფესია ჟურნალისტიკა. იგი ახალი გამოცემის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობს, მაგრამ ზოგადად ამ წერილის მიხედვით ილია ითვლება მედიის პირველ ქართველ თეორეტიკოსად, ვინაიდან მას ჩამოყალიბებული აქვს ამ წერილში წყობრის სისტემა. თუ რას უნდა ემსახურებოდეს მედია საქმე? ჩვენი საქმე საქართველოს აწინდელი ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი მთავარი და უპირველესი საზრუნავი. სწორედ ეს მიმაჩნია დღესაც ეროვნული ჟურნალისტიკის ამოსავალ პრინციპად, უპირველეს საგნად მედია მოღვაწეობისა. გარდა ამისა, იმავე წერილში ილია ბრძანებს, ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება კაცისაგან მოგონილს რიკრიკაზეთ, მის ბუნებრივ მდინარებას გაგება, ახსნა სჭირდება. სწორედ ამგვარი გზის გამხსნელის როლში გვევლინება ჟურნალ გაზეთობა, როგორც დღევანდელი ტერმინოლოგიით მედიას უწოდებს დიდი პუბლიცისტი. ამასთან ერთგვარი შუამავალიც არისო ილია ბრძანებს ჟურნალისტიკა, ანუ ჟურნალ გაზეთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის, ხელოვნებასა და საზოგადოებას, მწერლობასა და საზოგადოებას შორის. მედიამ თანამედროვე გაგებით ხელისუფლების სამი შტოს ცოდვებისგანაც უნდა დაიცვას, შესაძლო ცოდვებისგან უნდა დაიცვას საზოგადოება. ცხადია ის იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება უეჭველად უნდა ცდებოდეს, ან ცოდვილი უნდა იყოს. პირუკუ იგი სწორედაც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს და ემსახურება კიდეს უკეთეს შემთხვევაში. შემთხვევით არ უთქვამს ახალგაზრდა მკვლევარს მედიას ზულთ და მედია უყვართ პოლიტიკოსებსო. უყვართ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეროვნულ საქმეს ემსახურებიან, ქვეყნის წინსვლას, საზოგადოების განვითარების სამსახურში დგანან, ხოლო თუ ხელისუფალი იქნება, თუ პოლიტიკური მოღვაწე ცოდვილია, ცხადია იგი სიმართლის სიკეთით დამამკვიდრებელ ჟურნალისტიკას ვერ შეიყვარებს და ვერ მიიღებს. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მჭევრმეტყველი არისტოტელე ბრძანებდა, რომ ყოველი სიტყვის საბოლოო მიზანი არის წინასწარ განზრახული სიკეთე. იგი სიტყვით დარწმუნების ხელოვნების უპირველეს მიზნად, უპირველეს ამოცანად სიმართლის დამკვიდრებას მოიაზრებდა სიკეთის სახელით. სიმართლე სიკეთით. დემოკრატიის გზაზე შემდგარმა ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა ჟურნალისტიკამ სიმართლის თქმა
და ლაპარაკი კი ისწავლა ასე თუ ისე, მაგრამ სიკეთით ნათქვამი სიმართლის დეფიციტი ჯერჯერობით თვალსაჩინოა სამწუხაროდ. აქ საინტერესოა გავიხსენოთ დუმილის სპირალის კონცეფცია, რომელიც გერმანელმა სოციოლოგმა და პოლიტოლოგმა ელისაბედ ნოელ ნოიმანმა შექმნა წინა საუკუნის 60-იან წლებში. ამ თეორიის მიხედვით, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი მოსაზრება, მისი პოზიცია ეწინააღმდეგება საზოგადოებაში გავრცელებულ თვალთახედვას, იგი ერიდება მის გასაჯაროებას, ხოლო პირიქით, თუ მისი მოსაზრება, მისი პოზიცია პოპულარულია საზოგადოებაში და მოსალოდნელია, რომ საზოგადოების მხრიდან დაიმსახუროს მოწონება, მაშინ ცდილობს, რომ ის გაასაჯაროოს. დუმილის სპირალის კონცეფცია საფუძვლად უდევს ინდივიდის საზოგადოებისგან იზოლაციის, თემიდან გარიყვისან და უმცირესობაში აღმოჩენის შიში. დუმილის სპირალის თეორია განსაკუთრებით აქტუალურია პოლიტოლოგიასა და მას კომუნიკაციაში ან ჟურნალისტიკაში. აქ არაა საუბარი გამონაკლისებებზე, პიროვნებებზე, რომლებიც არ ერიდებიან დინების წინააღმდეგ ცურვას და ნებისმიერ სიტუაციაში აღალატობენ საზოგადოებისთვის სიმართლის სიკეთით თქმის არისტოტელესეულ ზნეობრივ პოსტულატს. ჟურნალისტიკაში, რომელიც ამავდროულად სიტყვით დარწმუნების ხელოვნებაცაა, სწორედ ამგვარ მიდგომას ქვია პროფესიის პრესტიჟის, პროფესიული ღირსების შენარჩუნების ნიშა. რამდენადაც სწორედ მაღალი დონის ეთიკური ჟურნალისტიკა უქმნის ჩვენს პროფესიას მეოთხე ხელისუფლებად სახელდებულ პრესტიჟულ საქმიანობის იმიჯს. კატაკლიზმების პერიოდს ახასიათებს ჟურნალიზმის ბუმი. შეგნებულად უკვე ცნობიერის კარნახით, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ დროს ტრიბუნას ელტვის და არ არსებობს მასობრივი კომუნიკაციის უფრო მძლავრი მასშტაბური საშუალება, ვიდრე ეს არის მედია. მით უმეტეს 21 საუკუნის ჰაიტექის ეპოქაში. პიროვნების თავისუფლების, ეროვნული თავისუფლების, მედიის თავისუფლების მომხიბლავი იდეა არც თუ ცოტა პრობლემას ოქმნის თანამედროვე ადამიანს. მარადიული ეთიკური ფასეულობების გადასინჯვას ხშირად ზნეობრივ რელატივიზმამდე მივყავართ. ეს პრობლემა არ ახალია. სიტყვის გამოხატვის თავისუფლების თანამდებობ გვერდით მოვლენებს არც გეოგრაფიული შეზღუდვები ახასიათებს და არც დროითი, არც მხოლოდ ქართულ სინამდვილეში აყენებს ჟურნალისტს დილემის წინაშე. აი რას წერდა მარკ ტვენი საუკუნის წინ. ჩვენში პრესა თავისუფალია, მე რომ მკითხონ ზედმეტად თავისუფალიც. საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც გარკვეულ ჩარჩოში უნდა ჩააყენოს იგი, პრესამ აქეთ დაიმორჩილა და თავის საძაგელ დონეზე დაიყვანა. არსებობენ კანონები, რომლებიც პრესას იცავენ, მაგრამ ისეთი კანონები არ არსებობენ მოქალაქეები, რომ დაიცვან პრესისგანო. ჩვენმა უაღრესად ზნეობრივმა ჭყალებში პრესამ კარგა ხანია მორალურად დასცა თავისი მკითხველები, შეაყვარა მათ უხამსობა და უკანონობა. აქ პარალელს გავავლებ აკაკი ბაქრაძის ცნობილ პუბლიცისტურ წერილთან იმავე პრობლემის თაობაზე. სიტყვამ ღირსება დაკარგა, სადაც ვკითხულობთ. ახლა ყველა ლაზღანდარულად წერს. თითქოს ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. ვინ უფრო მეტად ილაზღანდარებს, ეს რატომღაც კარგ ტონად ითვლება. ამას კიდევ შეეგუებოდა კაცი ამ ლაზღანდარობაში ერთმანეთის სიძულვილი რომ არ გამოსჭრიოდესო. აი, სწორედ ამ სიყვარულის ურთიერთგაგების დეფიციტზე წერდა სწორედ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გასული საუკუნისა რევაზი ნანიშვილი. მეჩვენება რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობსო. ცხადია მას არაფერი ეჩვენებოდა და ამის დასტურად გვევლინება მოგვიანებით დაწერილი თამას ბიბილურის პუბლიცისტიკის სხვა კლასიკოსის პუბლიცისტური წერილი სიძულვილის ძვინვარება. ამ ვითარებას ცხადია სასიამოვნოს ვერ უწოდებთ, მაგრამ ჩვენ ზღვისპირა ქვეყნის შვილები ვართ და კარგად ვიცით, რომ შტორმის დროს ზღვის ზედაპირი არის ჭურჭყით, სავსე, უამრავი ნივთი ტივტივებს ზედაპირზე, მაგრამ ზღვას აქვს თვით დაწმენდის უნარი და ადრე თუ გვიან იგი დაიბრუნებს თანდათან თავის სიწმინდეს და ვიცით, რომ ქვებიც კი გამოჩნდებიან გამჭვირვალე წყლის ნაკადის ქვეშ. აი ანალოგიურად
ჩვენი საზოგადოებაც 30 წლიანი შტორმის შემდეგ უთუოდ დაიწმინდება და ჩვენი მედიას დაიბრუნებს მეოთხე ხელისუფლების სიმაღლეს. ეს ჩვენი საუბრებით შეძლების დაგვარად სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ცხადია, არც იმის ამბიცია გამაჩნია, რომ ჩემი ხედვაა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ამდენად საავტორო გადაცემაში უეჭველად მოვიწვევთ არაერთ საინტერესო ადამიანს. პროფესიონალ პრაქტიკოს ჟურნალისტებს, მედია სამართლის, მედია ეთიკის, ჟურნალისტური დეონტოლოგიის, მედია თეორიისა და მისთანათა წარმომადგენლებს. ერთად შევეცდებით პრობლემის მოგვარებას, გამოსავლის პოვნას, ჭეშმარიტების დადგენას. პირველად ხომ იყოს სიტყვა და მეორედ უეჭველად უნდა მოჰყვეს მას საქმეც. და ბოლოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ჭეშმარიტებისა და სიკეთის, ქვეყნის გადარჩენისთვის რეალურად ბრძოლის გზაზე უთუოდ უნდა გვახსოვდეს უპატიოსნესი ხელოვანის, ბრძენი ბატონის ერლომ ახვლედიანის შემდეგი შეგონება. თავისუფლების უამრავ მნიშვნელობათა შორის ერთი არ სახმარ, კეთილი ნების თავისუფლება, ყველა დანარჩენს ფასი არ აქვს. გვახსოვდეს არისტოტელეს პოსტულატიც, სიმართლე სიკეთით. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო.